ტვინი ისეთივე კუნთია, როგორც ნებისმიერი სხვა კუნთი თქვენს ორგანიზმში და მე ახლა თქვენ გასწავლით 4 ძალიან მარტივ და სასარგებლო ვარჯიშს, რომელსაც ერთი თვის განმავლობაში თუ გააკეთებთ, თქვენი ტვინი მადლობას გადაგიხდით, უფრო კარგად იაზროვნებთ, შეამჩნევთ დეტალებს, ფოკუსირებული იქნებით უფრო საკითხების გადაჭრაზე და თქვენს რაღაცნაირ შვებას იგრძნობთ ფიქრის და სტრესულ მდგომარეობებში მოხვედრის დროს. პირველი ვარჯიში არის უკუკითხვა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ეს არის ერთ-ერთი საბაზისო ვარჯიში, რომ თქვენმა ტვინმა ახალი ნეირონები გააცოცხლოს და დაგეხმაროთ უკეთ კონკრეტული საკითხების გადაჭრაში. რას მოიცავს უკუკითხვა? აიღეთ ერთი ნებისმიერი ტექსტი თქვენთვის ნაცნობი თუ უცნობი. საშუალო მაქსიმუმ ნახევარი გვერდი. დასაწყისში იწყებთ კითხვას. სიტყვა უკუღმა ბოლოდან დასაწყისისკენ და როდესაც უკვე მიხვდებით, რომ ეს თქვენთვის მარტივია, გადადიხართ 100 კითხვაზე და მივდივართ იქამდე, რომ წავიკითხოთ ჩვეულებრივად ტექსტი, როდესაც მას ბოლოდან დასაწყისისკენ ვკითხულობთ. დაახლოებით 2-3 წუთი დღის განმავლობაში, ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში და ეს იქნება იდეალური. მეორე ვარჯიში, ეს არის შულტის ცხრილი. ორივე სახელი არის მისაღები. თქვენ აი ამ ცხრილის გამოყენებით 1-დან 25-ის ჩათვლით, ან 1-დან 50-ის ჩათვლით, რომელ ცხრილსაც თქვენ იპოვით, მაქსიმალურად მცირე დროის განმავლობაში უნდა შეძლოთ, რომ იპოვოთ 1-დან 25-მდე, ან 50-მდე ციფრებით თანმიმდევრობით. ისინი ერთმანეთთან ხაზებით დააკავშიროთ. ამ ვარჯიშს არათუ ჩვეულებრივი ადამიანები, არამედ უმრავლესობა ქვეყნებში სპეცდანიშნულების მებრძოლები იყენებენ Wall Street-ზე და ძალიან ბევრი ადამიანი, ვისთვისაც საჭიროა იპოვოს ელემენტარული, მაგრამ მარტივი პრობლემის გადაჭრის გზები. იპოვონ რაციონალური, ლოგიკური ამოხსნა ამა თუ იმ საკითხის. თქვენ შეგიძლიათ დასაწყისში დაიწყოთ კლასიკური ამოხსნა შულტის ცხრილის, ეს რაც გითხარით 1-დან 25-მდე ან 50-მდე ციფრების პოვნა, შემდგომ უკვე ჩართოთ Google-ში ჩაწეროთ უბრალოდ გენერატორი, ციფრების გენერატორი და ის ამოგიგდებთ რენდომ ციფრს და ის უნდა იპოვოთ, რაც შეიძლება მოკლე დროში. მესამე ვარჯიში, წერილი სხვისი ხელით. თუ თქვენ ხართ მემარჯვენე, იღებთ მარცხენა ხელში კალამს. სასურველია ისეთი კალამი, რომელსაც თქვენ არ იყენებთ, ან თქვენი ყოველდღიური კალამი არ არის, ან დიდი ხანია თუ ხელით არ დაგიწერეთ, არაფერი მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კალამს აიღებთ. მოკლედ, იღებთ კალამს მარცხენა ხელში, თუ მემარცხენე ხართ, მარჯვენა ხელში იღებთ კალამს და ირჩევთ ერთ წინადადებას. დიდ სიტყვას, ან თუნდაც თქვენს სახელს და გვარს. რატომ ემნევა ენა დღეს? სახელს და გვარს და იწყებთ წერას. ესეც დროზე არის, დაახლოებით 2-3 წუთი უნდა აკეთოთ ეს დავალება. ოღონდ აქ არის მნიშვნელოვანი. გამართულად დაწეროთ ყველა ასო. არა კალიგრაფიას არ ვაქცევთ ყურადღებას, არა. უბრალოდ გამართულად, ასოები რომ კითხვადი იყოს.